ვუხაროთ დღეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი შინაარსი არის შემდეგი გამოსვლები და თადიმარს რომელიც შიმშილობს იმის გამო რომ დღეს ჩვენ ვაფუძნებთ 21 მაისს როგორც უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღე და ეს იქნება სააკაშვილის პერიოდში დღე რომელიც გამოხატავს მისი რეჟიმის უსამართლობას ასევე დღეს ქვეყნდება პოლიტპატიმრების ფოტოები მათი ვინაობა იმ მოსამართლეების ფოტო და სახელი და გვარი გახდება დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რომლებიც ავტორნი არიან აი ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და დღესვე ხელი მოეწერება პოლიტპატიმრების ადვოკატების სოლიდარობის ქარტიაზე. ამ ხელისუფლების გასაგონად ვამბობ, რომ აი ამ ნაკადულიდან ნებისმიერი მდინარე, ნებისმიერი ზღვა იწყება ნაკადულით. აი ეს ნაკადული მოსპობს და წალეკავს მათ. აი ეს ნაკადული, რომელიც ახლა აქ არის შეკრებილი. როდესაც გამოცხადდა 21 მაისი უკანონო პატიმრების ეს არის სასამართლო რომელიც მთლიანად არის კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ და რომელიც პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს. ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა შეიტანეს პოლიტიკური პატიმრების ნუსხაში ქართველი პოლიტიკური პატიმრები, ეს უკვე არის ამ ბრძოლის პირველი შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო პატიმრების გათავისუფლებას მივახცევთ, არამედ მივახცევთ ამ რეჟიმის გასამართლებასაც. მე უკანონო პატიმრების ხარდასაჭერად მოვედი, განსაკუთრებით ვინა გამოვყო ცოტნე გამსახურდია, რომელიც ახლა შიმშილობს სხვა პატიმრების უფლებების დასაცავად და ის 7 ბიჭი, რომელიც მართლმადიდებლობის დაცვისთვის ჩასვეს ციხეში. როდესაც აღრევა ხდება ფუნქციების და მოსამართლე იქცევა ჯალათად, რომელიც არ ფიქრობს იმას, რატომ უნდა დასაჯოს ადამიანი, მას ის ამაში უბრალოდ ხელფასს იღებს. მოსამართლე იმით უნდა განსხვავდეს, რომ მან უნდა განსაჯოს დასასჯელია თუ არა კონკრეტული ადამიანი. თავისუფალი ადამიანების თემა დღეს საქართველოში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მე მგონი ძალიან მალე მოვა ის დროც და ეს დროის ფაქტორია, რომ ეს ადამიანები ყველანი გარეთ იქნებიან ჩვენთან ერთად. ელემენტარული წესიერება გმართებს, რომ იცნობ ადამიანს თუ არ იცნობ. გვერდზე დაუდგე, სხვანაირად არ გამოდის. ცოტა ზურგით რო არ დაგეკულა. ამ პროტესტმა პერმანენტული ხასიათი შეიძინა. ისე როგორც ძალიან კარგი დღე იყო ეს დღე თვალსაჩინო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული საზოგადოების შეურიგებელი პოზიცია.